ბევრმა არ იცის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ვირუსის შტამს, რომელმაც ბოლო 20 წელიწადში მილიონობით ღორი გაანადგურა, საქართველოს სახელი ჰქვია. დიახ, მეცნიერები მას ჯორჯია 2007, ანუ ჯორჯია 07 უწოდებენ. დღეს ეს სახელი ცნობილია ჩინეთიდან ესპანეთამდე, რუსეთიდან ვიეტნამამდე და მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში ვეტერინარები, მეცნიერები და ფერმერები ყოველდღიურად ებრძვიან ვირუსს, რომელსაც ოფიციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში ქართული სახელი აქვს მინიჭებული. მაგრამ რატომ? როგორ აღმოჩნდა საქართველოს სახელი ვირუსის საერთაშორისო კლასიფიკაციაში? მართლაც საქართველოსთან დაიწყო თუ არა ის ეპიდემია, რომელმაც მთელ ევრაზიის კონტინენტზე ღორები გაანადგურა და როგორ გახდა სწორედ ჯორჯია 07 თანამედროვე ვაქცინების შექმნის საფუძველი. ამ ვიდეოში მოგიყვებით ისტორიას, რომელიც 2007 წელს შავი ზღვის სანაპიროზე დაიწყო და საბოლოოდ მსოფლიო მასშტაბის ვეტერინარულ კრიზისად გადაიქცა. 2007 წლის გაზაფხულზე საქართველოს პორტებში სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკიდან მომავალი გემები შევიდნენ. მათ შორის იყო ხომალდი, რომელსაც ხორცი და ხორც პროდუქტები გადაქონდა. მოგვიანებით ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ერთ-ერთ ასეთ გემზე აფრიკული ღორის ჭირის ვირუსი იმყოფებოდა. დაინფიცირებული ხორცისა და ხორც პროდუქტების გადამზი და საზღვაო ხომალდზე მოპოვებული საკვები ნარჩენების არასწორად გამოყენების შედეგად საქართველოში ღორის სასტიკი ვირუსი შემოიჭრა და მალევე ეს ვირუსი მთელი ქვეყნის ღორებს გადაედო. 2007 წლის ივნისში მეცნიერებმა პირველად გამოყვეს ვირუსის ის შტამი, რომელმაც საქართველოში ღორების ეპიდემია გამოიწვია. საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკის მიხედვით, ახალ იზოლატს აღმოჩენის ადგილისა და წლის მიხედვით ISFV ჯორჯია 2007, ანუ ჯორჯია 07 უწოდეს. მაშინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს სახელი მომავალში მსოფლიო ვეტერინარიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტერმინი გახდებოდა. 2007 წლის აგვისტო-სექტემბერში ვირუსმა სომხეთში, ხოლო 2008 წელს აზერბაიჯანში შეაღწია. იმავე წელს ვირუსი რუსეთში შეიჭრა. გაეროსა და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ღორის აფრიკული ვირუსი ამჟამად გავრცელებულია ბალტიისპირა ქვეყნებშიც, ასევე პოლონეთში, უკრაინასა და რუსეთში. ასე შემოვიდა რეგიონში ვირუსი, რომელიც ღორების უსასტიკე სიმპტომია. არ არსებობს მისი საწინააღმდეგო მედიკამენტი და შესაბამისად ღორების დახოცვის პროცენტი არის 100. თუმცა, როგორც იქნა შემუშავდა მის საწინააღმდეგო ვაქცინას და ამაზე ჩვენ ვიდეოში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. მანამდე კი ვახსენოთ, როდის გამოჩნდა ეს ვირუსი მსოფლიოში. ღორის აფრიკული ვირუსით გამოწვეული ღორების დაავადება პირველად 1921 წელს აფრიკაში, კენიაში აღწერეს, თუმცა გაირკვა, რომ ეს ვირუსი ძალიან გავდა იმ დაავადების აფეთქებას, რაც აღირიცხა იმავე აფრიკაში 1907 წელს. მას მერე ის მხოლოდ აფრიკაში რჩებოდა, სანამ 1957 წელს ვირუსი პორტუგალიაში არ გამოჩნდა. დაავადება ფართოდ დამკვიდრდა პირენეის ნახევარკუნძულზე და იქიდან საფრანგეთში, ბელგიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში გადაინაცვლა. თუმცა ესპანეთმა და პორტუგალიამ 1990-იან წლების შუა პერიოდისთვის ღორების ხოცვა-ჟილეტის პოლიტიკის მეშვეობით დაავადების აღმოფხვრა მოახერხეს. მალევე ღორის აფრიკულმა ვირუსმა ატლანტის ოკეანე გადაკვეთა და კარიბის ზღვის ზოგიერთ კუნძულზე გამოჩნდა. 1971 წელს დაავადების გავრცელების შეჩერების მიზნით კუბაში ხელისუფლებამ 9 მილიონი ღორი გაანადგურა. მოგვიანებით გაისმა ჭორები, რომ ვირუსი იქ ხელოვნურად იყო შეტანილი, თუმცა ეს ბრალდებები დღემდე საბოლოოდ დადასტურებული არ არის. ამიტომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საბაჟო და სასაზღვრო დაცვა სრულ უმაღლეს მზადყოფნაში არათა თავიდან აიცილოს ამ ვირუსის ამერიკაში გავრცელება, რადგან ეს აშშ-ს ღორის ხორცის ინდუსტრიას მილიარდობით დოლარის ზარალს მიაყენებს. ახალი ეტაპი 2007 წელს დაიწყო, როდესაც აფრიკული ღორის ვირუსი საქართველოში გამოჩნდა. ეს მოვლენა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან სწორედ საქართველოსთან დაიწყო ვირუსის სწრაფი გავრცელება კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში და მერე უკვე მთელს ევრაზიაში. სპეციალისტების შეფასებით, ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობდა ინფიცირებული ღორის პროდუქტების უკანონო გადაზიდვა, არასაკმარისი ბიოუსაფრთხოების ზომები და გარეული ტახების მიგრაცია. 2007 წლიდან 2018 წლამდე რუსეთში, შინაურ და გარეულ ღორებში აფრიკული ღორის ჭირის 1000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. 2010-იან წლების განმავლობაში დაავადება აღრიცხეს უკრაინაში, ბელარუსში, პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, ჩეხეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, ბელგიაში, სლოვაკეთში, საბერძნეთში, გერმანიასა და იტალიაში. ზოგიერთ ქვეყანაში ათასობით,
ზოგჯერ კი 10,000-ობით ღორის განადგურება გახდა საჭირო დაავადების შესაჩერებლად. მაგალითად 2018 წელს რუმინეთში ეპიდემიამ უზარმაზარი მასშტაბი მიიღო. იმავე წელს აფრიკული ღორის ვირუსმა აზიას მიაღწია. ეს მოვლენა ვირუსის ისტორიაში გარდამტეხ მომენტად ითვლება, რადგან აზიაში მსოფლიოში არსებული ღორების უდიდესი ნაწილი ბინადრობს. პირველი შემთხვევა ჩინეთში დაფიქსირდა და თავიდან ბევრს ეგონა, რომ დაავადების შეჩერებას სწრაფად შეძლებდნენ, მაგრამ მოვლენები სრულიად სხვა სცენარით განვითარდა. რამდენიმე თვეში ვირუსი ჩინეთის თითქმის ყველა რეგიონში გავრცელდა და ეს მაშინ, როდესაც ჩინეთი მსოფლიოში ღორის ხორცის უდიდესი მწარმოებელი და მომხმარებელია. ამიტომ ეპიდემიამ გლობალურ ეკონომიკაზე ცხადია გავლენა მოახდინა. მილიონობით ღორი განადგურდა, ხოლო ჩინეთის ღორების საერთო რაოდენობა დაახლოებით 100 მილიონით შემცირდა. ამის გამო მსოფლიოში ღორის ხორცის ფასმა მკვეთრად მოიმატა. ჩინეთიდან დაავადება მალევე გავრცელდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. იქ მილიონობით ღორი გაანადგურეს. სამხრეთ კორეამ დაავადების შესაკავებლად ბუფერული ზონები შექმნა, ხოლო ფილიპინებმა და სხვა ქვეყნებმა მასობრივი კარანტინი და ცხოველების განადგურება დაიწყეს. 2020 წელს დაავადება ინდოეთშიც გამოჩნდა. მოგვიანებით ვირუსი დაფიქსირდა მალაიზიაში, სინგაპურში და აზიის სხვა რეგიონებშიც. 2023 წელს შემთხვევები შვედეთში დაფიქსირდა. 2025 და 26 წლებში კი ესპანეთში ღორის აფრიკული ვირუსის ახალი აფეთქებები მოხდა, რის გამოც 10,000-ობით ღორის განადგურება გახდა საჭირო. ღორის დაავადება კვლავ ვრცელდება როგორც გარეულ ტახებზე, ისე ფერმებში მოშენებულ ღორებზე. რაც შეეხება აფრიკას, იქ ვირუსის ძირითადი აფეთქებების შესახებ რეგულარულად იტყობინება ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. კარგი, ახლა რას წარმოადგენს ეს ვირუსი? ვარაუდობენ, რომ ვირუსი წარმოიშვა რბილი ტიპის ვირუსისგან, რომელიც აინფიცირებს გარეულ ღორებს, მათ შორის გიგანტურ ტყის ღორებს, მეჭეჭებიან ღორებს და ბუჩქნარის ღორებს. იმ გარეულ მასპინძლებში ინფექცია, როგორც წესი, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. როგორც ჩანს, ეს ვირუსი დაახლოებით 1700 წელს წარმოიქმნა, რაც ისტორიული ჩანაწერებით დასტურდება. ზოგადად ღორები თავდაპირველად ჩრდილოეთ აფრიკასა და ევრაზიაში მოიშინაურეს, ხოლო სამხრეთ აფრიკაში, ევროპიდან და შორეული აღმოსავლეთიდან შესაბამისად პორტუგალიელებმა 300 წლის წინ და ჩინელებმა 600 წლის წინ შეიყვანეს ღორები. გადამწყვეტი ეტაპი მე-19 საუკუნის ბოლოს დადგა, როცა კენიაში ამ ვირუსის წარმოშობის მშობლიურ რეგიონში ღორის მოშენების ფართომასშტაბიანი ინდუსტრია დაიწყო. ამის მიზეზი ის იყო, რომ კენიაში ასევე უსასტიკესი ვირუსის რინდერპესტის მასობრივი გავრცელების გამო ცხვირფეხა რქოსანი პირუტყვი მასიურად დაიხოცა. კოლონიზატორებმა ღორები სეიშელის კუნძულებიდან და ინგლისიდან კენიაში მასობრივად შეიყვანეს. იმ დროს ღორის მოშენება თავისუფალი ზონის პირობებში მიმდინარეობდა და კენიაშიც ღორის აფრიკული ვირუსი შინაურ ღორებს გადაედო. თავად ვირუსი საკმაოდ უნიკალურია. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის DNM ვირუსია, რომელიც მეცნიერებისთვისაა ცნობილი. მისი გენომი 180-ზე მეტ გენს შეიცავს. განსაკუთრებული კი ის არის, რომ ის დღემდე ერთადერთი ცნობილი ორჯაჭვიანი DNM ვირუსია, რომელიც გადაცემაშიც ტიპები მონაწილეობენ. მეცნიერები 10 წლების განმავლობაში იკვლევდნენ მის აგებულებას და აღმოაჩინეს, რომ ვირუსი საოცრად რთული მექანიზმით მუშაობს. როდესაც ვირუსი ღორის ორგანიზმში ხვდება, ის პირდაპირ იმუნურ სისტემას უტევს. მისი მთავარი სამიზნე მაკროფაგები და მონოციტებია, უჯრედები, რომლებიც ჩვეულებრივ ორგანიზმს ინფექციებისგან იცავენ. ვირუსი ამ დამცველ უჯრედებში აღწევს და მათ საკუთარ საწარმოებად აქცევს. ინფიცირებული უჯრედები იწყებენ ათასობით ახალი ვირუსული ნაწილაკის წარმოებას, რომლებიც შემდეგ ღორის მთელ ორგანიზმში ვრცელდება. დაავადების განვითარება ხშირად ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. თავდაპირველად ღორს მაღალი ტემპერატურა ეწყება რამდენიმე დღეში, ის კარგავს მადას, ხდება მოდუნებული, ნაკლებად მოძრაობს და სხვა ცხოველებისგან განცალკევებას ცდილობს. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ჩნდება ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი ამ ვირუსისა: კანის ქვეშ სისხლის ჩაქცევები. ღორს ყურებზე, მუცელსა და ფეხებზე უჩნდება წითელი ან მუქი იისფერი ლაქები. ცხოველებს უჭერთ სუნთქვა, ხშირად კანკალებენ, ზოგჯერ ხველაც ეწყება და სიარულისას წონასწორობას კარგავენ. მცირე შემთხვევებში დაავადება ღორის შინაგან ორგანოებსაც აზიანებს. ზიანდება ელენთა, ლიმფური კვანძები, ღვიძლი, თირკმელები და სისხლძარღვები. სწორედ ამიტომ აფრიკული ღორის ცხელება ჰემორაგიულ დაავადებად ითვლება, რადგან ღორის ორგანიზმში მასობრივი სისხლჩაქცევები ვითარდება. ზოგიერთ განსაკუთრებით აგრესიულ შტამს შეუძლია ინფიცირებული ღორი მხოლოდ რამდენიმე დღეში მოკლას. ღორის ლეტალობა ხშირად 90-100%-საც აღწევს, რაც ცხოველურ დაავადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ვირუსის გავრცელება მრავალი გზით ხდება. ინფექცია გადადის დაავადებულ ცხოველთან პირდაპირი კონტაქტით, სისხლით, განავლით, ნერწყვითა და სხეულის სხვა სითხეებით. ასევე საშიშია ინფიცირებული ხორცი და ღორის
პროდუქტები. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ვირუსი გარემოში ძალიან გამძლეა. მაგალითად, გაყინულ ხორცში მას შეუძლია თვეების ან წლების განმავლობაშიც კი გადარჩეს. ამიტომ დაავადების გავრცელებაში ხშირად ადამიანებიც უნებლიეთ მონაწილეობენ. როდესაც ინფიცირებული პროდუქტები ერთი რეგიონიდან მეორეში გადაახვევს. სწორედ ამიტომ აფრიკული ღორის ცხელების წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთულია. თუ ფერმაში ერთი ინფიცირებული ღორიც კი აღმოჩნდება, ხშირად მთელი ფერმის ცხოველების განადგურება ხდება საჭირო. ამის პარალელურად ცხადდება каранტინი. აკრძალულია ცხოველების გადაადგილება და მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი დეზინფექცია. ასეთი ზომები მკაცრია, მაგრამ ხშირად მხოლოდ ასეა შესაძლებელი დაავადების გავრცელების შეჩერება. ბოლო ათწლეულებში აფრიკული ღორის ცხელება აფრიკიდან მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე გავრცელდა. განსაკუთრებით დიდი ზარალი მიადგა ევროპისა და აზიის ქვეყნებში ღორის ფერმებს. დიდი ხნის განმავლობაში ვირუსის წინააღმდეგ ეფექტური ვაქცინა არ არსებობდა, რაც დაავადებას კიდევ უფრო საშიშს ხდიდა. თუმცა ბოლო წლებში მეცნიერებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. 2022 წელს ვიეტნამმა მსოფლიოში პირველი კომერციული ვაქცინა წარადგინა. თუმცა ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მეცნიერები ვირუსის შესწავლისას ისევ საქართველოსთან დაკავშირებულ შტამს დაუბრუნდნენ. სწორედ ჯორჯიანოვშვილი გახდა თანამედროვე კვლევების მთავარი ობიექტი. მეცნიერები წლების განმავლობაში ცდილობდნენ ეპოვათ გზა, რომელიც ვირუსს შეასუსტებდა, მაგრამ ამავდროულად ღორის ორგანიზმს იმუნიტეტის გამომუშავების საშუალებას მისცემდა. ათასობით ექსპერიმენტის, კვლევისა და ტესტირების შემდეგ მათ წარმატებას მიაღწიეს. ვაქცინა შეიქმნა სწორედ ASFV ჯორჯიანოვშვილის იზოლატის საფუძველზე. მისი მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ ვაქცინა სახელწოდებით ASFVG Delta I177L არის ახალი ღორების აფრიკული ცხელების საწინააღმდეგო ეფექტური ექსპერიმენტული ვაქცინა, რომელიც იცავს ღორებს აფრიკული ღორის ცხელების ქართული იზოლატისგან. გარდა ამისა, სხვადასხვა ქვეყანაში კვლევები დღემდე გრძელდება. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დაავადების კონტროლის მთავარი იარაღი კვლავ კაცრი ბიოუსაფრთხოების ზომებია. დღეს აფრიკული ღორის ცხელება არამხოლოდ ვეტერინარული, არამედ ეკონომიკური პრობლემაცაა. ვირუსმა უკვე მილიონობით ღორი გაანადგურა, მილიარდობით დოლარის ზარალი მიაყენა მსოფლიოს და მრავალ ქვეყანაში ფერმერების საქმიანობა მნიშვნელოვნად დააზარალა. სწორედ ამიტომ მეცნიერები, ვეტერინარები და სახელმწიფოები მუდმივად ცდილობენ დაავადების უკეთ შესწავლას და ვირუსის გავრცელების შეჩერების ახალი გზების მოძიებას. ასე რომ ჯორჯიანოვშვილი უბრალოდ ვირუსის სამეცნიერო სახელწოდება არ არის. ვირუსმა, რომელიც 2007 წელს საქართველოში გამოჩნდა, მოგვიანებით მთელი ევრაზია მოიცვა, მილიონობით ღორი გაანადგურა. თუმცა, ამავე დროს სწორედ ჯორჯიანოვშვილი გახდა იმ კვლევების საფუძველი, რომლებმაც მეცნიერები აფრიკული ღორის ცხელების პირველი ეფექტური ვაქცინების შექმნამდე მიიყვანა. ბრძოლა ვირუსის წინააღმდეგ ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ ერთი რამ უკვე ნათელია. საქართველოს სახელი სამუდამ დარჩება აფრიკული ღორის ცხელების მსოფლიო ისტორიაში. თუ ვიდეო შენთვის საინტერესო აღმოჩნდა, არ დაგავიწყდეს არქის გამოწერა და ვიდეოს მოწონება. კომენტარებში კი დაწერე, იცოდი თუ არა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ვირუსულ შტამს ჯორჯიანოვშვილი ერქვა და მისი ისტორია სწორედ საქართველოსთან იწყებოდა. შემოგვიერთდით შემდეგ ვიდეოში, სადაც კიდევ ბევრ საინტერესო და ნაკლებად ცნობილ ისტორიას მოგიყვებით. დიდი მადლობა.